რეალურად დღეს არის ორი კანდიდატი, კაპიტანი თინიკო გელაშვილი და ბატონი ვახტანგ თაქთაკიძე. აკადემიურმა საბჭომ მოусმინა ორივე კანდიდატს ძალიან ისეთი ყურადღებით დაისვა კითხვები, კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა, ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა. მე ამით სხვა მოლოდინი არც მქონდა ეს უნივერსიტეტია. შესაბამისად, მე ამით ხას ერთ გარემოებას უსვამ, რომ ორივე კანდიდატს შეეძლო თავისი აზრი დაეფიქსირებინა, ღიად დაეფიქსირებინა საჯაროდ და საზოგადოებასაც განსაკუთრებით აკადემიური საბჭოს წევრებს შეეძლოთ, რომ მოესმინათ და მიეღოთ პასუხები. ახლა აკადემიური საბჭო, მე ვფიქრობ, ძალიან ინფორმირებულ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მათ ხელთ აქვთ უშუალოდ პროგრამებიც, დღეს მათ კითხვები დაუსვეს იმ გაცნობილი პროგრამების და მოსმენილი პროგრამების შესაბამისად, მათ მიიღო გადაწყვეტილება 30 იანვარს. ანუ ამ კვირის ბოლოს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩევს ახალ რექტორს, რომლის უფლებამოსილობა 2 თებერვლიდან შევა, ანუ რეალურად 2 თებერვლიდან უშაბათია სამუშაო დღეა და ის შეუდგება ახალი რექტორი. გადაწყვეტილად უნივერსიტეტს ახალი რექტორი ეყოლება, მე ერთხელ კიდევ ვაფიქსირებ ამას და ჩემთვის ეს პროცესი ასე ძალიან აკადემიურად, ძალიან ღირსეულად ჩატარებული. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არის მნიშვნელოვანი და მე მაფიქრებინებს, რომ უნივერსიტეტის განვითარება უალტერნატივოა. თქვენ რასაპირებთ? ხო, იცით როგორ ხდება? პირველ რიგში მე ვრჩები დიდ გულშემატკივრად. იცით, 16 წლიდან ვარ ამ უნივერსიტეტში. შესაბამისად, უკვე უნივერსიტეტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, რაც ზუსტად ვიცი. ვიცი ის, რომ მე მაქვს უფლება მარტიდან გავაგრძელო საქმიანობა როგორც პროფესორს. ეს ჩემთვის დიდი პატივია. როდესაც სტუდენტებთან შევალ და მათთან მე გავაგრძელებ უნივერსიტეტში, მე ვაპირებ, რომ ვინც არ უნდა იყოს ახალი რექტორი, გაგრძელდეს ის ტრადიცია, რაც დღემდე დამკვიდრდა. ბატონი მერე იყო რექტორი, მე გახდით და ეს ყოველთვის გვერდით მედგა და მე დავალებული ვარ. მე ვიცი რას ნიშნავს ეს თანადგომა და ძალიან მინდა რომ მადლობა გადავიხადო იმით, რომ მე დავუდგე გვერდით რითი ჩემი დღე. ანუ რექტორის მოადგილე პოზიციაზე რომ არ ჭირდება პოზიცია მაგ საქმეს, ყველა რექტორის გადასაწყვეტია. თუ კაპიტანი თინა გახდება, კაპიტანი თინას გადასაწყვეტია ვინ იქნება რექტორის მოადგილე, თუ ბატონი ვახტანგი იქნება, ბატონი ვახტანგის გადასაწყვეტია, მაგრამ პროფესორად ყოფნა გადაწყვეტილია, იმიტომ რომ მე ხელშეკრულება მაქვს და მე გეუბნებით იმას, რასაც გარანტირებულად გეუბნებით და ერთი რამ მინდა დაგარწმუნოთ, რექტორის მხარდაჭერა შეიძლება პროფესორის პოზიციიდან.